დღეს კატარის დედაქალაქში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე ქართული დელეგაცია გაემგზავრება. კონგრესზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის მთავარი საკითხია 27 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები, რომელმაც უნდა დაასახელოს 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. კანდიდატი ორია, საქართველო და ხორვატია. ხორვატიას შეტანილი აქვს განაცხადი მეორე 21 წლამდელთა ანალოგიური ტურნირის მასპინძლობაზეც. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კონგრესს წარუდგინა 4 ქალაქის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ტურნირი უნდა გაიმართოს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. კონცეფციის იდეა ხელბურთის განვითარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამისთვის დაგეგმილია 3 ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. კონგრესის ერთ-ერთი საკითხი იქნება 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი, რომელშიც ამ საკითხის განხილვაში საქართველო მონაწილეობს და არის ერთ-ერთი ნომინანტი მასპინძლობაზე. გამზადებული გვაქვს მთლიანად ეს წარდგენა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო სამყაროსი და გარკვეულწილად იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მოვიპოვოთ მასპინძლის სტატუსი. ხელბურთთან დაკავშირებით ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, მოიხსენებათ საქართველოს წარადგინა კანდიდატურა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს 19 წლამდე ხელბურთათვის. ჩვენ ამისთვის ძალიან ინტენსიურად ვემზადებოდით.